რამდენიმე მილიონი ლარის ზარალი და 6000 კვადრატულ მეტრზე მეტი დამწვარი ფართი. სავაჭრო ცენტრ საბაში ცეცხლის ლიკვიდაციას წუხელ 30-მდე სახანძრო ბრიგადა დაჭირდა. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები დილიდან სავაჭრო ცენტრ საბასთან შეიკრიბნენ. მათი პროდუქციის დიდი ნაწილი განადგურებულია. მაღაზიების მფლობელთა უმეტესობას საბანკო კრედიტი აქვს აღებული. უბედურება ისა, რომ ყველას ხალხს აქ ბანკით, სახლები აქვს ჩადებული, სულ ყველა სესხით მუშაობს. გაყიდვები ცოტა ნაკლებად იყო და ყველა ცდილობდა რომ გაეტენა თავისი ადგილი და შევსებული ქონოდა იმდენად რომ იქნებ ვიღაცას რაღაც მოწონილდა და გაიყიდა და საარსებო ფული ქონდა. ყველას ბანკები აქვს გამოტანილი. ბინები აქვს ჩადებული. ხანძრის გაჩენის მიზეზის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა ამ მიზეზს მოვაჭრეების ერთი ნაწილი არ ადასტურებს. სიგარეტი უფრო მეტად. ხო და ალბათ ასე ვიღაცამ რაღაცა თქვა თუ არა. 7 საათზე შუქი ითიშება, დილის 10-ის ნახევრამდე შუქი არ ირთვება. ასე რომ შუქი უნდა გამოვრიცხოთ. შემთხვევის ადგილზე დილიდან მუშაობდნენ ექსპერტები. მათი თქმით, ზარალის დათვლას დიდი დრო დასჭირდება, რადგან ყველა მოვაჭრეს სხვადასხვა რაოდენობისა და ღირებულების პროდუქცია ჰქონდა მაღაზიებში. Ჩვენთანაც ჩვენთაგან არ ვიცით, ვის რასაკონდერი ქონდა იქ შემოტანილი, რა ღირებულების იყო. ამიტომ მათ მოგვიწევს მათთან გასაუბრება. ამ ხალხთან რა ვეჯი იყო, ინვენტარიზაციას ვიმოხოთ, მატერიალური აღწერა უნდა მოხდეს ამ ყველაფრის. დღეს სავაჭრო ცენტრში მივიდა გლდანინა ძალადევის გამგებელი, რომელიც დამწვარი შენობის დათვალიერების შემდეგ დაზარალებულებს შეხვდა. ნოდარ სანდუხაძის თქმით, ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების დახმარების მიზნით კომისია შეიქმნება. იქნება კომისია, რომელიც უშუალოდ იმუშავებს რაოდენობის განსაზღვრაზე თუ რამდენი ადამიანი დაზარალდა, რამდენი მეწარმე დაზარალდა, თითოეულმა მათგანმა რა სახის ზარალი მიიღო და რა ტიპის ზარალი მიიღო. ამ ჯგუფში აუცილებლად გამგეობისა და მერიის თანამშრომლები იქნებიან ჩართული, ისე როგორც ალბათ სხვა ორგანოები. გვიანღამით შემთხვევის ადგილზე მივიდა ქალაქის მერიც. გიგი უგულავა დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა. უნდა გავერკვეთ, მე ყველაფერს გავაკეთებ. ბოლო-ბოლო იურიდიული ისიც თუ დაჭირდა, ამასაც ჩავთვალ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაღაცა ის კომპენსაცია მაინც რაღაცა მივიღო. რო ეს პრობლემა ისე და ხანძარის სავაჭრო ცენტრში გუშინ ცხვრის ნახევარზე გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის 20-მდე ავტოცისტერნა, 3 სპეცმანქანა და სამაშველო ჯგუფები გვიანღამემდე მუშაობდნენ. ადგილი, სადაც გუშინ 50-ზე მეტი მაღაზია იყო განთავსებული, დღეს ესე გამოიყურება. 6000 კვადრატულზე მეტი მთლიანად არის დამწვარი. მეორე სართულის ნაწილი კი საერთოდ ჩამოშლილია. ზარალი ჯერ დათვლილი არ არის, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის რამდენიმე მილიონი იქნება. ხანძრის შედეგად 200 მოვაჭრე დაზარალდა. სავაჭრო ცენტრის მფლობელმა მათ ნაწილს ალტერნატიული ფართი უკვე შესთავაზა.